მივესალმები გიორგი ბუტიკაშვილს, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი. სალამი გიორგი, მადლობა რომ აქ ხართ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ეხება საქართველოს და რომელიც მინისტრთა კომიტეტისთვის მიმართვას გულისხმობს, რომ თუკი ავტორიტარული კურსს არ შეიცვლის ოფიციალური თბილისი, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ ის არის ოფიციალური, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის ოფლებამოსილების გასაჩივრებას, განიხილავენ ქვეყნის გაძევებას და ეს არის ის, რაც აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია 25 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც მოვისმინეთ მართლაც რაღაცა ეპოქალური, ისტორიული სიტყვები, ზურაბ ჟვანიასი, კიდევ შევახსენოთ მაყურებელს, მე ვარ ევროპელი მაშასა და მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი და აი ამ 25 წლის მანძილზე მსგავსი რამ არ მომხდარა, ახლა ჩვენ რუსეთის შემდეგ პრინციპში ვიქნებით კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც გაძევებას უპირებენ, შესაძლოა ეს არ მოხდეს და იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ ასეთია რეალობა და სხვათა შორის ეს ხდება პარალელურად, როდესაც საუბარია უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. მე მინდა რომ აი ორი პროცესი ერთიანად დავინახოთ. ჩვენ ორი პარალელური პროცესი, რას გვეუბნება ჩვენ უკვე იმას, რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ ის რაც არის უკვე ძალიან მკაფიო. მოგესალმები ვიკა, მადლობა მოწვევისთვის. ისტორიულ პერიოდს გავდივართ, საქართველოს ტრაგიკულ ისტორიულ პერიოდს. ჩვენ ეს პერიოდი გავლილი გვაქვს 90-იან წლებშიც, როდესაც საქართველოს იყო იზოლაციაში და იყო მარტო დასავლელი მეგობრების გარეშე და 1921 წელს, როცა ასევე იყო მარტო საქართველოს და ვერ შეინარჩუნა ის დამოუკიდებლობა და იქაც რუსეთი იყო პრობლემა. დღესაც ანუ ისტორია მეორდება, უბრალოდ სამ ეტაპად არის საქართველოს ისტორია დაყოფილი და სწორედ მესამე ნაწილშიც კვლავაც რუსეთი არის პრობლემა და სწორედ ახსენეთ თქვენ რომ როდესაც პირველად ზურაბ ჟვანიამ თქვა რომ მე ვარ ქართველი და მაშინ და მე ვარ ევროპელი ქართული იდენტობას ევროპული იდენტობის ნაწილი მანდ გაჟღერდა რომ საბჭოთა კავშირს შეჭმული ქონდა მთლიანად გადაწერილი ისტორია და ამ ისტორიის გადაწერას ახლა აგრძელებს წულუკიანი თავისი კომისიით. აი ეს არის ის პროცესი, რაშიც ჩვენ აღმოჩნდით ქართული ოცნების დამსახურებით, რომელსაც არ სურთ დემოკრატია იყოს ამ ქვეყანაში და პირდაპირ სურთ ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის და რუსეთის გავლენებისთვის. ეს არის მათი ამოცანა. ამას თუ აქამდე არ აკეთებდნენ და არ აცხადებენ დღემდე, რომ რუსეთის გაგრძელება არიან და პუტინის გაგრძელება არიან საქართველოში, მათი ქმედება ყველაფერს აჩვენებს. და ამ ქმედებებიდან გამომდინარე ჩვენი ამბიცია, ხალხის ამბიცია რომ იყოს ევროპის ნაწილი, არა მარტო იდენტობით, არამედ სტრუქტურულ ნაწილში, ამითაც დასტურდება, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმით, რომ კლავაც მარტო დარჩეს რუსეთის პირისპირ. ამ კონტექსტში ვუყუროთ და დავინახოთ ისიც, რომ ევროკავშირის ეგრეთ წოდებული ვადა 31 აგვისტომდე, რომელიც არის მიცემული და ახლა უკვე ევროსაბჭოს განცხადება, რომ საქართველოს გააძევებენ უკვე ქვეყანას არა ქართული ოცნება გამოძევებულია ისედაც საპარლამენტო ასამბლეიდან, მაგრამ უკვე ქვეყანას დაემუქრა საფრთხე, რომ ქვეყანა ვეღარ იყოს ევროსაბჭოს ნაწილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებზე, სადაც აკუმულირდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და რომლის ნაწილით ჩვენ ვართ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო სახელმწიფო, ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ჩვენ ვქმნით ევროპულ სახელმწიფოს, აი აქ ხდებოდა ზუსტად საქართველოს იდენტობის მანიფესტაცია ევროსაბჭოში, რომ ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყარო და ამიტომ უნდა ვიყოთ ამ ევროსაბჭოს ნაწილი. ეს ითქვა, ეს თქვა მაშინ ზურაბ ჟვანიამ. დღეს გვეუბნება ევროსაბჭო, რომ თქვენ აღარ ხართ. თქვენ არ იცავთ ადამიანის უფლებებს, თქვენ რეპრესიაში ამყოფებთ მედიებს, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკოსებს, საქართველო აღარ არის უსაფრთხო სახელმწიფო ადამიანის უფლებების კუთხით და გავს ძალიან რუსეთს, იმიტომ რომ ამისი მაგალითი არის მხოლოდ რუსეთი, რომელიც გამოაძევეს ევროსაბჭოდან. ანუ საქართველო ამ ფორმით ძალიან იდენტური არის რუსეთის. და ეს ამას აკეთებს ქართული ოცნება, ამას არ აკეთებს სამოქალაქო, ამას ვერ გააკეთებს პროდასავლური ოპოზიცია, ამას აკეთებს ქართული ოცნება და უკეთებს საკუთარ ხალხს. ეს არ არის მარტივი, როდესაც ევროსაბჭოდან გამოგაძევებენ, სახელმწიფოს აქვს იმიჯი, სტატუსი, რომ შენ არ ხარ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, შენ ხარ რაღაცა რუსეთის კლანური მმართველობის ტერორისტული სახელმწიფოს ნაწილი, სადაც არც ინვესტიცია შემოდის, არც ტურიზმი არსებობს, აღარაფერი არსებობს, გარდა იმისა, რომ ხარ რუსეთზე დამოკიდებული სახელმწიფო, რომელიც ვეღარ ვითარდება. რუსეთი ვერ განვითარდა პუტინის ხელში, იმიტომ რომ მათ არ სურთ განვითარება. ეს არის მათი ამოცანა.
იგივეს გულისხმობს ევროკავშირიც. ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნები და ეს თქვეს და ეს დათქმა უთხრეს ქართულ ოცნებას, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნები თუ რეპრესიებს ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე, თუ რუსულ კანონებს იღებ და მას აღასრულებ, თუ პოლიტპატიმრები ყავს და თუ დიალოგს არ აწარმოებს სამოქალაქო სექტორთან და პროდასაულ ოპოზიციასთან. აი ამ 4 პირობას თუ შეასრულებს ქართული ოცნება, არის შანსი, რომ ჩვენ შეგვრჩეს ვიზა თავისუფალი მიმოსვლა ვიზების. წინააღმდეგ შემთხვევაში ესეც არ შეგვრჩება. გიორგი, ეს არის ის, რაც მიზან მიმართულად უნდა ივანიშვილს, თუ ეს არის ის, რაც მან მიიღო მისი პოლიტიკის შედეგად, უწევს მიიღოს მისი პოლიტიკის შედეგად ის, რომ ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ შესრულდება 8 პუნქტიანი პირობები შეუძლია უვიზო მიმოსვლა გაუქმდეს, ევროსაბჭო პირდაპირ აფრთხილებს, რომ თუ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, გაირიცხება ქვეყანა ევროსაბჭოდან, ანუ ეს შედეგები უნდა ივანიშვილს მიზან მიმართულად თუ უბრალოდ კი არა და ამ თავისი პოლიტიკის შედეგად მან მიიღო შედეგად ეს. ხადია ივანიშვილი მოქმედებს მიზან მიმართულად. შევხედოთ სიტუაციას, როდესაც დასავლეთი აწესებს დათქმებს, ივანიშვილის ხელისუფლებას მოჩვენებით მაინც შეეძლო ემოქმედა, დაეწყო დიალოგი ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან, არ გააკეთა. ამის სიმულაციასაც ვერ ხედავ. სიმულაციასაც არ აკეთებს. შეეძლო პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინა, ამას არ აკეთებს. შეეძლო რუსული კანონები, რომელიც მიიღო, ის არ აღესრულებინა, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ სამოქალაქო სექტორს, არც ქართულ არ სამთავრობო ორგანიზაციებს მიუვიდათ ანტიკორუფციული წერილი და ემუქრებიან მათ ციხეში დაჭერით. ანუ აღსრულების ნაწილსაც კი არ აჩერებენ, პირიქით მიყვებიან ნებისმიერი დათქმა, რომელიც ევროკავშირმა დაუწეს და მათ შორის უკვე ევროსაბჭომაც, მოჩვენებითაც არ აკეთებენ ამ ყველაფერს, პირიქით მიზან მიმართულად ცდილობენ. 26 ოქტომბრამდე აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ეს მოჩვენებითობა დაკარგა. ილუზია, რომელსაც ქმნიდა ქართული ოცნება, თითქოს ის იყო დემოკრატიული ძალა და პროდასავლური ძალა, ეს ილუზია 26 ოქტომბრის მერე დაიკარგა. რატომ? იმიტომ რომ როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე პროდასავლური ოპოზიცია დადგა ძლიერად და ჩამოხსნა ნიღაბი. არ ითამაშა იმ წესებით, რასაც ივანიშვილს სურდა, რომ ეთამაშა ოპოზიციას და მათ შორის სამოქალაქო სექტორსაც აგენტების კანონი რო შექმნა და იქ აძალებდა ეგრეთ წოდებულ გონგოებს, თავისივე სამთავრობო, არასამთავრობო ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დარეგისტრირებულიყვნენ ამ რუსულ კანონზე, ეს პრინციპულობა და თანმიმდევრულობამ ჩამოხსნა ივანიშვილის სახელი და გამოჩნდა, რომ ივანიშვილი მოჩვენებითად კი აღარ მოქმედებს, უკვე ღიად ამბობს, რომ რუსეთის ნაწილი უნდა იყოს საქართველო და მოქმედებს პუტინის ინსტრუქციებით. სხვათა შორის თუ კი თქვენი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ გასაგებია და მკაფიოა, ქართული ოცნება ემზადება არჩევნებისთვის და თუ კი გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ და შევადარებთ ორ კამპანიას, თუნდაც ბანერის კუთხით და თვალსაზრისით მკაფიო არის განსხვავება, ეს რაღაცა დიდი ევროპული დროშა, მშვიდობით ევროპისკენ, ასე ეუბნებოდა საკუთარ ამომრჩეველს ქართული ოცნება. ახლა ეს კომპონენტიც არის გამქრალი, პრაქტიკულად ვისმენთ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ, ძალიან მკვეთრად გაკეთებულ განცხადებებს. აი ნახეთ, აი ძალიან სახასიათო იყო წულუკიანის Facebook პოსტი, ხელის მოსაკიდებელი აღარ დარჩა ზელენსკის, როდესაც ის იყო ჩასული ამერიკაში. აი ეს განცხადება რას ნიშნავს? ხო ღიად მიუთითებს იმას, რომ ქართული ოცნება, მათ შორის წულუკიანიც და ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ მის გარეშე არ ხდება არაფერი, ღიად მხარს უჭერს პუტინს. ხელის მოსაკიდებელი არ დარჩა ზელენსკის, რას ნიშნავდა? ჩვენი ძლიერი ევროპის სახელმწიფოები ზელენსკის ეხმარებიან მშვიდობის მოსაპოვებლად. ქართული ოცნებას თუ უნდა მშვიდობა მოიპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერ მეგობრებთან ერთად ხარ. ქართული ოცნება რას აკეთებს? კტოვებს მარტო და ხელის მოსაკიდებელს უწოდებს იმ აქტს, რომელიც ეხმარება ზელენსკის, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და დაასრულებინოს რუსეთს ომი. რა გამოდის? ანუ რა საერთოდ მე მგონი ყველა განცხადება, რომელსაც ქართული ოცნების წევრები წერენ, თუ კი სურს კარგად გავიაზროთ მასშტაბი უტიფრობისა, რუსულობისა, ამორალობისა, უნდა წავიკითხოთ რუსულ ენაზე და წარმოვიდგინოთ, რომ სკაბევამ დაწერა ეს, წარმოვიდგინოთ, რომ სიმონიანმა დაწერა და მართლაც აი ამას დაწერდა ალბათ ნებისმიერი რუსი პროპაგანდისტი. ამიტომ აქებენ ისინი ერთმანეთს. ჯერ წულუკიანი და პაპუაშვილი და კობახიძე ღიად ვერ აქებენ რუსებს, მაგრამ რუსები აქებენ ამათ ძალიან სიამოვნებ დარწმუნებული ვარ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ბუტიკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამაზე უნდა გავიდეთ. რეკლამის შემდეგ ჩაგვერთვება ელენე მეტრეველი, საგარეო საკითხებში პოლიტიკური მრჩეველი.
ევროპარლამენტში ბრიუსელიდან.